გაქონდეთ ძვირფასო მეგობრებო, ნათესავებო, მოყვასო. სულით და გულით მოგესალმებით. აი მე და ჩემი მეგობარი, საამაყო მეგობარი, კარგი ქართველი, გმირი ქართველი, უკვე გმირი ქართველი მე ესე ვიტყოდი. გეგა ხედელიძე თქვენთანა ვართ, თქვენ გვერდში ვართ, თქვენ გვერდში ვიქნებით ყოველთვის. თუ დაგჭირდებით, პირობას გაძლევთ, არასოდეს არ გიღალატებთ, არ ვიქნებით ანგარებიანები. ეს ჩვენთვის სიხარული და ბედნიერება იქნება თუ დაგესაქმებით ნებისმიერ ღვთისმიერ საქმეში, ეროვნულ საქმეში, ქართულ საქმეში, საოჯახო საქმეში, სასოფლო საქმეში, საისტორიო საქმეში. ყველაფერი იქნება კარგად, ოღონდ მშვიდობა იყოს ჩვენ ქვეყანაში, ოღონდ ჩვენი შვილების თაობა გამრავლდეს, გაბევრდეს, განათლდეს და არაფერია დაკარგული. მე ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული. არც ცხინვალია დაკარგული, არც სოხუმია დაკარგული, ერთი წუთი არ იფიქროს ვიღაცამ მათგარეშე ჩვენი სახელმწიფოს არსებობაზე, ეს ყველაფერი იქნება კარგად და ყველაფერი იქნება უკეთესად. ჩვენ მე და გეგა მოგეხსენებათ რა მიმართულების მკვლევარებიც ვართ და რა თემაზეც მუშაობთ და ეხლა ამთავითვე მინდა ყველა თქვენთაგანი გავაფრთხილო, მოვთხოვო, რომ არსებობენ რა ისეთი ადამიანები, რომელნიც მაგალითად ბიბლიას არ თვლიან საისტორიო წყაროთ, ჯერ ხო უდაოდ ჩვენთვის, ქრისტიანებისთვის, მართლმადიდებლებისათვის იგი არის ღვთისმეტყველო წიგნი, მთავარი წიგნი, წმინდა წერილი, მაგრამ ნებისმიერი ობიექტური ადამიანი, ნებისმიერი ნათელი გონების ადამიანი ამ წიგნში უნდა ხედავდეს უამრავ საისტორიო მასალას, უამრავ არა მარტო საისტორიოს, ეს არის უამრავი ზღვა მასალა მედიცინის მკვლევარებისათვის, გეოლოგებისათვის, გეოგრაფებისათვის და ასე და გაოგნებული ვარ, გეგა რა ეპოქა მოვიდა, ჩემო ძვირფასო მეგობარო, რომ ესე ხილულად დაუწყეს ამ წიგნს ბრძოლა. მგონი სხვა ეპოქებში მსგავსი წინააღმდეგობა არ ქონია ამ წიგნს. აი ახლა მეუფიანანია ჩამოაგდებდა ხოლმე საუბარს, რომ დიდი ბრძოლა ქონდა გამოცხადებული თურმე 150 წლის წინ, 160 წლის წინ, 120 წლის წინ ქართლის ცხოვრებას და მესმის რატომაც, იმიტომ რომ განძია ეს საქართველოსთვის და მთავარი წიგნია და ისეთი ხაზია, ეროვნული ხაზია მასში გატარებული 99% ამ წიგნის ფურცლებისა და ბიბლიამ ეხლა თუ მაგალითისათვის ადამიანი არ არის მართლმადიდებელი და ქრისტიანი, ის მაინც უნდა დაინახოს, რომ ზღვა მასალაა შიგნით საისტორიო და სხვა ისტორია არც არსებობს, სხვას ყველაფერს ლეგენდები უწოდეს, სხვას ყველაფერს გადმოცემები უწოდეს, ეხლა სხვა ცნობებს ასე ვთქვათ და ბიბლია ისტორიაა, ხო? ბიბლია ისტორიაა და თანაც ასეთი თანამიმდევრული და ეძებენ კირკიტა ადამიანები რამე წინააღმდეგობრიობა ნახონ, ერთმანეთის გამომრიცხავი რამე ნახონ, მას ხო უამრავი ავტორი ყავს ბიბლიას შესაბამისად და ერთი ადამიანისგან არ არის დაწერილი და ერთ საუკუნეში არ არის დაწერილი და ისეთ წინააღმდეგობებს ვერ ნახულობენ ბიბლიაში, რომელიც ერთს გამორიცხავს მეორესაგან და ასე შემდეგ და ბიბლიის უგულებელყოფა არ შეიძლება და მოდით ჩემო ძვირფასო მეგობრებო, სხვაგან გადართეთ, სხვას მოусმინეთ, თუ მაგალითისათვის არ დაეყრდნობით და არ არის თქვენთვის აუმავალი ბიბლიური ცნობები და წყაროები. შენ როგორ ფიქრობ ეს ჩემო მეგობარო, გეგა, შენ როგორ ფიქრობ? სულიერია თუ ფიზიკურია თუ მატერიალურია თუ რა მოძრავებთ ამ ადამიანებს, ებრძვიან რა ბიბლიურ ცნობებს, ბიბლიურ საისტორიო წყაროებს, რა თქმა უნდა არასოდეს არ დავანებოთ თავი ღვთისმეტყველებას, მაგრამ ცოტა ხანი რომ ის სამეცნიერო დარგი იქით გადავდოთ და ის სამეცნიერო დარგი წამოვწიოთ წინ, რატო ებრძვიან ბიბლიას როგორც საისტორიო წყაროს? კი ბატონო, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს. ღმერთმა ჩვენს ერს და ქვეყანას მოსცეს მშვიდობა, მადლი და წყალობა ამ ურთულეს პერიოდში, ამ ურთულეს ეპოქაში, რომელშიც ჩვენ ცხოვრობთ. მხოლოდ ღვთის სასწრება და მხოლოდ უფლისადმი
სწორი დამოკიდებულებაა ჩვენი გადამრჩენელი და მაცხონებელი და მშვიდობის მომნიჭებელი ჩვენი ერის და ქვეყნისთვის და სწორედ ის რომ დღეს განსაკუთრებული ბრძოლაა და ოდითგანვე ეს ასე იყო საერთოდ ეხა ადამიანი რაც დაეცა და რაც გამოიდევნა 64-ის ბაღიდან მას შემდეგ ადამიანის ბრძოლის ასპარეზი ყოველთვის არის ეს რომ ორი ძალა ესე იგი მთელი კაცობრიობის ისტორია რაც ადამიანი ვითარდება ეს არის ორი დაპირისპირებული ძალის ბრძოლა ეს არის ნათელი და ბნელი მხარის ბრძოლა ეს არის ღმერთი სამართლის აღსრულება კაცთა შორის ეს არის ღვთის სუფევის განხორციელება სასუფეველის განხორციელება ძველი აღთქმა არის მომზადება ქრისტეს განკაცებისთვის მესიის მოვლენებისათვის, რომელიც ესე იგი გრძელდებოდა ისტორიის გარკვეულ პერიოდში, შემდეგ მაცხოვრის განკაცება და ახალი აღთქმის ეკლესია, ეს არის მებრძოლი ეკლესია, რომელიც ემზადება ღვთის სასუფეველის განცხადებისათვის და საბოლოო დამკვიდრებისათვის. აი მთელი ეს ბრძოლა არის ღვთის სუფევისთვის, როგორც მოგახსენეთ, ღვთის მეუფების დამკვიდრებისათვის, ღვთის მეუფების განხორციელებისათვის ამ ქვეყნად და ამას ყავს ერთი მთავარი წინააღმდეგობი, ამას ყავს ერთი მთავარი მტერი, ეს არის ეშმაკი, როგორც ამბობს წმინდა იოანე მახარებელი, ხო, რომელიც ესე იგი, რომელიც ცოდვას ჩადის ის ეშმაკისგანა, იმიტომ რომ დასაბამითაგან ეშმაკის ცოდავს და შესაბამისად ყველაფერი საწინააღმდეგო ღვთისა, ყველაფერი საწინააღმდეგო წმინდა წერილისა, ყველანაირი ცოდვა ეს არის ეშმაკთან დანათესავება და ეშმაკისა და ადამიანის დაზავება და ერთადერთი ძალა რომელიც ებრძვის ეკლესიას, ერთადერთი ძალა რომელიც ებრძვის ჭეშმარიტებას, ერთადერთი ძალა რომელიც ებრძვის სასუფეველს, ეს არის ეშმაკი და ყველა ის ადამიანი რომელიც ესე იგი წინააღმდეგობაში მოდის წმინდა წერილთან და ყველა ის ადამიანი რომელიც წმინდა წერილის სწავლებასთან მოდის წინააღმდეგობაში ეშმაკის საქმეს აღასრულებს და უპირისპირდება ღმერთს და სასუფეველს. აქედან გამომდინარე ლოგიკურია და ცხადი და ნათელია ყველა მართლმადიდებელი ქრისტიანისათვის რომ ეს ბრძოლა სულიერია, ეს ბრძოლა არის მეტაფიზიკური შინაარსის მატარებელი და თუნდაც ისტორიული კუთხით რომ ჩვენ გვეწინააღმდეგებიან და გვეუბნებიან რომ არ არის ისე როგორც წმინდა წერილში წერია და არის ისე როგორც გვასწავლის დაუშვა დარვინი, როგორც გვასწავლის დაუშვა ეს მეცნიერები რომლებიც ამბობენ რომ მილიარდი წლის წინ ესე იგი ზღვიდან ამოსული რაღაცა ის ქლამიდია გახდა შემდეგ მაიმუნი და ამ მაიმუნმა მერე ორფეხზე სიარული ისწავლა და ის ადამიანად იქცა, აი ვინც ამას ამბობს ნეფსით თუ უნებლიეთ და მე ვფიქრობ რომ ხშირად უნებლიეთ კაცთა შორის, ანუ გაუაზრებლად, მაგრამ მათი მთავარი ავტორები ვისგანაც ეს იდეოლოგია მოდის ცალსახად არის ეშმაკის მსახური და ეშმაკის საქმის გამგრძელებელი და აღმასრულებელი. ადამიანთა შორის რა თქმა უნდა ვიმეორებ მე არაცილს არავის არ ვწამებ ესე იგი მიზანმიმართულად რომ ეს ეკლესიის და სარწმუნოების მტრები არიან, მაგრამ სამწუხაროდ უნდა ვთქვათ და უნდა იცოდეს თითოეულმა ადამიანმა და უნდა იცოდეს თითოეულმა მართლმადიდებელმა ქრისტიანმა რომ ის ვინც ბიბლიურ ისტორიას, ბიბლიურ არქეოლოგიას, ბიბლიურ დათარიღებას ეწინააღმდეგება, ის ვინც ეწინააღმდეგება რომ ადამიანს ესე იგი ბიბლიურ პერიოდში მიეცა მხოლოდ არსებობა და ეს არის 8000 წელს ეს არ აღემატება, ეს არაერთხელ გვითხოვთ ჩვენ და როდესაც საუბარია 2 მილიონ წელზე, 10 მილიონ წელზე და ასეთ დათარიღებებზე, ეს პირდაპირ მოდის წინააღმდეგობაში წმინდა წერილთან, პირდაპირ მოდის წინააღმდეგობაში ბიბლიასთან და შესაბამისად ნეფსით თუ უნებლიეთ ადამიანი რომელიც ამას იმეორებს, ადამიანი რომელიც ამ ინფორმაციას ავრცელებს, ეწინააღმდეგება წმინდა წერილს, ეწინააღმდეგება ჭეშმარიტ სარწმუნოებას და სამწუხაროდ ესე იგი ადამიანი რომელიც წმინდა წერილსა და სარწმუნოებას ეწინააღმდეგება, ამას სული წმინდის გმობა ეწოდება და ჩვენ ვიცით წმინდა წერილიდან ასევე ქრისტეს მიერ ნათქვამი რომ ესე იგი ადამიანს ყოველი ცოდვა ეპატიება გარდა გმობისა სული წმინდისა და ადამიანს სული წმინდის გმობა არ შეენდობა არც აქ და არც მარადისობაში და აქედან გამომდინარე ეს ძალიან საშიშია, ძალიან სახიფათოა, უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილები, როდესაც ჩვენ საუბრობთ ესეთ საკითხებზე და არ შეიძლება ჩვენ თავს უფლება მივცეთ რომ რაღაცები გაუაზრებლად ვილაპარაკოთ. ჩვენი ისტორია, ჩვენი კვლევის საგანი, მე და ნუგზარის კვლევის საგანი
ესე იგი არის როგორც ნუგდანმა უკვე მოგახსენათ ბიბლიური ისტორია და ბიბლიური არქეოლოგია, ჩვენ ვართ ბიბლიური ისტორიის მკვლევარები, ჩვენ არ ვართ ღვთისმეტყველები, ეს არ არის ეგზეგეტიკა, ანუ წმინდა წერილის განმარტებას ჩვენ არ ვახდენთ და წმინდა წერილის ესე იგი სულიერ შინაარსებს არ ვაძლევთ თავისუფლებას რომ განვიხილოთ, არავითარ შემთხვევაში ჩვენ მხოლოდ ვემორჩილებით ეკლესიის განღრმავებულ მამებს, ღმერთჩემოსილ მამებს და მათ განმარტებებს, როდესაც საუბრობთ წმინდა წერილზე, მაგრამ არსებობს წმინდა წერილში მოცემული კონკრეტული ეპოქებში, ესე იგი იგივე ედემის ბაღზე რომ ქონდა საუბარი და დღესაც კვლავ ამ საკითხებს შევეხებით, ეგ მოცემული არსებობს არეალები, არსებობს გეოგრაფიული მდებარეობები, არსებობს კონკრეტული პიროვნებები და ადამიანები, ისტორიული პერსონაჟები, რომელთა ცხოვრებაც, რომელთა მოღვაწეობას და იმ არეალებში არსებობა, რაზეც ბიბლიაშია საუბარი, ეს არის სამეცნიერო კვლევის საგანი, ეს არის ისტორიული წყაროები და ბიბლია როგორც ისტორიული წყარო არის უმნიშვნელოვანესი ჩვენთვის, არის ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი ქართველი ერის ისტორიის გააზრებისათვის, ქართველი ერის ისტორიაში აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა და ძალიან დიდი დატვირთვა ბიბლიურ ისტორიას, ბიბლიურ არქეოლოგიას, აი მეუფე ანანია ჯაფარიძე, მიტროპოლიტ ანანიასაც აქვს წიგნი მოგეხსენებათ, ქართველთა ბიბლიური ისტორია ადამიდან იესომდე არის ესეთი წიგნი, ჩვენი ეთნარქები, ჩვენი ბიბლიური წინაპრები მოცემულია ქართლის ცხოვრებაში, თქვენ ეს კარგად იცით, ქართლის ცხოვრება საუბრობს, ლეონტი მროველიც საუბრობს ჩვენს ბიბლიურ ისტორიაზე, ჩვენს ბიბლიურ საფუძვლებზე, წარღვნის შემდგომ და ასე შემდეგ. ანუ ამ ყველაფრიდან გამომდინარე, საფუძვლები, რაც ჩვენს ისტორიას აქვს, ჩვენს ცივილიზაციას აქვს, ეს არის ცალსახად ბიბლიური, ცალსახად ბიბლიიდან გამომავალი, ქართლის ცხოვრებასა და ბიბლიას შორის არის უმჭიდროვესი კავშირი და პარალელები და ჩვენი კვლევის საგანი და ჩვენი კვლევის მიზანია ამ პარალელების აღმოჩენა, გააზრება, გადააზრება, გახსნა და თქვენამდე მოტანა, რამე თუ დაუპირისპირდეთ აი იმ სიყალბეს, იმ სიცრუეს, რომელიც ანტიბიბლიურია, ანტიქრისტიანულია და რის გამოც, ესე იგი, თუნდაც აი ეს ყბადაღებული ზეზვასა და მზიას მითი, რომელიც შექმნეს საქართველოში და დარვინიზმის ის იდეოლოგია, რითაც ცდილობენ რომ ჩვენი წინაპრებად წარმოაჩინონ მაიმუნები, ხო, ეს არის უდიდესი ღვთისგამობა, როგორც უკვე მოგახსენეთ და აი ამას ვეწინააღმდეგებით, ამას ვებრძვით და ვცდილობთ რომ ამ ისტორიის გადააზრება, საქართველოს ისტორიის გადააზრება და გაცნობიერება მოხდეს ბიბლიურ ჭრილში, მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლების ჭრილში, სულიერ ჭრილში, რამე თუ ჩვენი მთავარი მიზანი კვლავ და კვლავ არის ღვთის სასუფეველი, ღვთის მეუფება, ღვთისუფევა და ღვთის მიმართ ჩვენი სწორი დამოკიდებულების განხორციელება. თითოეულ ასპექტში, თითოეულ გამოვლენებაში, აი სერაფიმე როუზი, როგორც ამბობს ბოლო დროის დიდი მამა, რომ ის ადამიანი, რომელიც თავის ცხოვრების აბსოლუტურად ყველა გამოვლენებაში არ არის მართლმადიდებელი ქრისტიანი, ის საერთოდ არ არის მართლმადიდებელი ქრისტიანი. და აქედან გამომდინარე, ჩვენ ისტორიაშიც მართლმადიდებელი ქრისტიანები ვართ, კულტურაშიც მართლმადიდებელი ქრისტიანები ვართ, არქეოლოგიაშიც მართლმადიდებელი ქრისტიანები ვართ, რა თქმა უნდა, ძალისაებრ ჩვენ ნება გვაქვს და სურვილი გვაქვს რომ ასე იყოს და ვცდილობთ რომ ჩვენი მეცნიერება და ჩვენი ისტორიაც განვიხილოთ მართლმადიდებლური ქრისტიანულ ჭრილში და განვიხილოთ იმ სულიერ ჭრილში, რაც არის ჩვენი წმინდა წერილი და წმინდა წერილიდან გამომდინარე ყოველივე, რასაც ეფუძნებოდა ქართული კულტურა, ცივილიზაცია და ქართული ცნობიერება ოდითგან და ბოლშევიკურმა და სხვა ლიბერალურმა და თავისმოყრალმა იდეოლოგიებმა გარკვეული არაკეთილი ძალების ძალისხმევით შეეცადნენ და ცდილობენ რომ ქართულ ცნობიერებასა და ქართულ აზროვნებას გადაახვევინონ აი ამ მთავარი ორიენტირებიდან, რაც არის ჩვენი მაცხოვნებელი და სასუფეველში დამამკვიდრებელი. აი ამ მიზანს ემსახურება და ამ მიზნიდან გამომდინარეობს ყოველივე, რასაც მე და ნუგზარი ძალისაებრ ღვთისშეწევნით ვცდილობთ და ვაკეთებთ. ძალიან დიდი მადლობა, გენაცვალე, როგორც შენი რაც ჩამოაყალიბე, სრულიად ამომწურავად და ცალსახად ლოგიკურად და ცალსახად ღვთისმიერი ფრაზებით. მე მარტო იმას დავამატებდი, რომ მეცნიერება ძალიან დიდი მეგობარია ჩვენი სარწმუნოებისა. ძალიან დიდი მეგობარია და ერთი დიდი ბედნიერებაა, როცა ხედავ თეოლოგიისა და თუნდაც ტექნიკური დარგის მეცნიერებების მეგობრობას. ძალიან მე ახლა რა თქმა უნდა ტოლერანტი კაცი ვარ და არც ერთ შემთხვევაში სხვა სარწმუნოებაზე არ ვისაუბრებ, კომით უმეტეს კონკრეტულად და არსებობს ისეთი სარწმუნოებები, სადაც მტრები არიან მეცნიერება და
მაგრამ ეს ისა მეცნიერება და რელიგია და მაგრამ კარგად გამიგეთ ეჭვს გამოთქვა მოკრძალებული რომ შეიძლება ეს ევოლუციის თეორია სწორედ მიზანმიმართულად გაჩნდა როგორც ნაღმი როგორც ბომბი რომ დაარტყას მართლმადიდებლობას სწორედ აი ბოლშევიზმი დაარტყას ქრისტიანობას ბოლშევიზმი და ლიბერალური იდეოლოგიები იმიტომ მოახსენე მე შემთხვევით არ მიხსენებია რომ აი თუ ჩვენ განვიხილავთ საბჭოთა ისტორიოგრაფიას განსაკუთრებით ათეისტურ ეპოქაში გამძვირვარდა ეს საკითხები რა საბჭოთა ისტორიოგრაფიამ ეს საკითხები ძალიან ასეთ მაღალ რანგში აიყვანა და მაშინ ზუსტად დაიწყო ამ იდეების პროპაგანდა აგიტაცია რომ ევოლუციონიზმი ეს რაღაც არქეოლოგიას ეფუძნებოდნენ რაღაც რომ იპოვიდნენ ძვალს და ამბობდნენ რომ მაგის მერე ეგრევე ჩდებოდა ფრაზა ღმერთი არ არსებობს რა თქმა უნდა საუბრობდნენ მაიმუნზე და უცებ გაჩნდებოდა ღმერთი არ არსებობს იპოვიდნენ რაღაც ძვალს ხო რაღაც პირობითად შეიძლება ის ყოფილიყო რაღაც და ტრანსპორანტებით დადიოდნენ ხო ძვალი იტყოდნენ რომ ეს არის 2 მილიარდი წლის წინანდელი მაიმუნი და ასე შემდეგ ანუ არსი ამ ყოველივეს ემთავარი ამის გააზრება ამის თქმა მინდოდა მეც წერან რომ არსი ამ ყოველივეს არის ღმერთთან ბრძოლა ღმერთთან წინააღმდეგობა და ღმერთთან მებრძოლი როგორც უკვე მოახსენეთ ეშმაკი არის უბრალოდ ეშმაკის მიმდევრები ზოგი ნეფსით ხდება და ზოგი უნებლიეთ ხდება მაგრამ ნეფსითად უნებლიეთ ადამიანი რომელიც ებრძვის სასუფეველს ადამიანი რომელიც ეწინააღმდეგება ჭეშმარიტებას წმინდა წერილს და ღვთის ჭეშმარიტ სწავლებას ის ნეფსით თუ უნებლიეთ არის ეშმაკის საქმის აღმასრულებელი და გამგრძელებელი როგორც პირიქით ადამიანი რომელიც ღვთის საქმეს აკეთებს ის სასუფეველს ემსახურება და არ არსებობს მესამე ადგილი, ანუ თავისუფალი სივრცე არ არსებობს. აი ეს უნდა გავიაზროთ ჩვენ, რომ ამ სამყაროში მხოლოდ ორი საქმის კეთება შეიძლება, ღმერთის საქმის, სასუფეველის საქმის და თუ იმიტომ მაცხოვარი თავად ამბობს, არა, რომ ვინც ჩემთან არ კრებს, ის განაბნევს და ვინც ჩემთან არ არის, ის ჩემი მტერია, ხო? აქედან გამომდინარე, აი ამის გააზრება თითოეული ადამიანისთვის არის ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი ცხოვრების ყველა ასპექტში, რომ მხოლოდ ორი გზაა, ან ღმერთთან კრებ, ან განაბნევ, ან ღმერთთან ხარ, ან მისი მოწინააღმდეგე ხარ და ეს არის მეცნიერებაშიც, ეს არის ხელოვნებაშიც, ეს არის კულტურაშიც, ეს არის პოლიტიკაშიც, ყველგან ასია. ან ღმერთთან ხარ, ან მისი მოწინააღმდეგე ხარ, ვერ იქნები ნეიტრალური. ავტომატურად მტერი ხარ უფლისა, თუ ღმერთთან არ კრებ და ღმერთთან არ აგროვებ საუნჯეს სასუფევლისა. აი ამის გააზრებას ყველა ასპექტში აქვს უდიდესი მნიშვნელობა და ეს მუდმივად უნდა ვიმეოროთ, ჩვენს და ყველამ უნდა ვუმეოროთ ერთმანეთს, ეს უნდა გავიაზროთ და ეს უნდა ვიცოდეთ და ყველა ჩვენი ცხოვრების გამოვლინებაში ამ საქმეს უნდა ვემსახუროთ, სასუფეველის საქმეს, თუ კი ჩვენ ვართ მართლმადიდებელი ქრისტიანები. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. გენაცვალე და ეხლა ყველა ადამიანი სხვადასხვა მაგალითისათვის შესაბამისად ხშირია ხოლმე შეკითხვა ცხოვრებაშიც აი რომელია ბიბლიაში შენი ყველაზე საყვარელი იგავი რომელია შენი საყვარელი გადმოცემა რომელია ასე შემდეგ და რომელია შენი საყვარელი მუხლი და ასე შემდეგ ხო არის ესეთი ისა და აი მე მაგალითისათვის ვთვლი ძალიან მოკრძალებულად აი ხლა სიტყვები აღარ ამყოფნის ისე მერიდება ამაზე საუბარი რაღაცა შეიძლება ხაზი გავუსვა მე უბრალო მოკვდავმა და შეიძლება ითქვას ძალიან მცირე ადამიანმა მე ვთვლი რომ ბიბლიაში ამომავალი წერტილი ამომავალი ფრაზა ყველაზე დიდი სიხარულის მომტანი არის ის როდესაც იგივე აი დაბადებაშია საუბარი რომ შევქმნათ კაცი მსგავსი ღმერთისა, ხო? ხატად ჩვენს ხატათო. ეს არის ერთი დიდი ბედნიერება, რომ ჩვენ ღმერთის მსგავსნი ვართ. და მეორე, რომ ძე ღვთისა მოვიდა ძე კაცად და ჩვენთან ერთად გაატარა ჩემო გეგა 33 წელიწადი, ხო? ჩვენთან ერთად ცხოვრობდა, ჩვენთან ერთად ტკიოდა, შიოდა, წყუროდა არის ესეთი ორ სიტყვიანი მუხლი, აცრემლ და იესო. ეს არის ყველაზე მცირე ზომის მუხლი, ყველა სულ ორ სიტყვიანი მუხლი ჩვენთან ერთად ტიროდა. წარმოვიდგინე მაცხოვარი. და ესეთი სიხარული გვენიჭება, რომ ჩვენ ღმერთის მსგავსნი ვართ და ღმერთისავით უკვდავნი ვართ და მოგვეცა
დიდი სიხარული უკვდავებისა, მარადიულობისა, ღმერთთან შეხვედრისა, საუბრისა და ამ დროს ჩდებიან ადამიანები, რომლებიც ჩვენ შვილებს სკოლაში ასწავლიან, რომ ხარ რაღაც უკაცრავად ვარ მაიმუნის მსგავსი არსების შთაომავალი და თუ რიგით ადამიანზე იტყვიან და თავის თავზე ამბობენ ამას როგორ კადრებენ შოთა რუსთაველს, რა გეგა? ამას როგორ კადრებენ ვოლფგანგ ამადეუს მოცარტს, არისტოტელეს როგორ კადრებენ ამას და თუნდაც იესოს მოსწავლეებს როგორ კადრებენ ამას. ეს ჩემამდე ვერ დადის, რომ არიან როგორც ჩვენ თქვი ინფუზორიებისა და სალამანდრას და არქეოპტერიქსის შთაომავლები. და არამც თუ ბიბლიას არ უჯერებენ, ძვირფასო მეგობარო, ისტორიული წყაროები რო ამოვარდება ხოლმე და გვაქვს ესე წინ გვიდევს პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე საუკუნის წიგნები და დიდი მეცნიერები, დიდი ავტორები, იგივე ჩვენ წელთაღრიცხვამდე მესამე, მეოთხე, მეხუთე საუკუნეში რო გენიოსები იბადებიან და წიგნებს გვთავაზობენ პლატონია თუ არისტოტელია თუ სოკრატეა თუ ამავდროულად იმასაც კი ებრძვიან, როდესაც საუბარი არის ბიბლიურ განხილვებზე, პირველ ერზე, ადამიანებზე, რომელიც ურთიერთობდნენ აი ამ ბიბლიურ მამებთან და ასე შემდეგ და ამასაც კი ებრძვიან, რატო იცით, რომ არ დამყარდეს კავშირი ისტორიასა და ბიბლიას შორის. აი 1000 რამეს გამოიგონებენ, აი როდესაც საუბარია ჩვენს ესე იგი ისტორიაზე, ცივილიზაციაზე 1000 რამეს მოიფიქრებენ, ოღონ ამას გვერდია ვარ. ილაპარაკებენ ყველაფერზე, რაც ეწინააღმდეგება მართლმადიდებელი ეკლესიის ერთადერთ მაცხოვნებელ სწავლებას, ოღონდ ის არ ითქვას, რაც ბიბლიურია და რაც ეკლესიის სწავლებიდან გამომდინარეობს. ილაპარაკებენ უცხო პლანეტელებზე, ილაპარაკებენ მაიმუნიდან ადამიანის განვითარებაზე, ილაპარაკებენ მილიარდობით საუკუნოვან ცივილიზაციებზე, ხო, როგორც არის. ილაპარაკებენ ატლანტიდაზე, ლემურიაზე, რა 1000 ოკულტური და ეზოთერული მეცნიერები ყველაფერზე ილაპარაკებენ ლამაზად, ხატოვნად, დამაჯერებლად, ოღონდ არ იყოს თანხმობაში ეს მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლებასთან და ეს ხომ ლოგიკურად არის იქამდე მიმყვანებელი, რაც მე საუბრის დასაწყისში ვისაუბრე, რომ ამ ყველაფრის ავტორი მეტაფიზიკურად არის სატანა, დაცემული ანგელოზი და შესაბამისად ეხლა ვინც ამას იმეორებს, ნეფსით უნებლიეთ და ვიმეორებ არ ვაყენებ შეურაცხყოფას ყოველივე იმას, ვინც ლაპარაკობს ასეთ რაღაცას იმეორებს, რომ ნეფსით, მაგრამ ნეფსით უნებლიეთ ნამდვილად ის ეშმაკის საქმის აღმსრულებელია, იმიტომ რომ ეწინააღმდეგება სასუფეველს, ეწინააღმდეგება მაცხოვნებელ სწავლებას. აი ამაშია პრობლემა. გენაცვალოს ჩემი თავი და აი უცებ იცით რა გამახსენდა ძვირფასო მეგობრებო, იყო ესეთი ძალიან დიდი მეფე, პოეტი მეფე, ქრისტიანი მეფე, მოღვაწე მეფე, არჩილ მეორე, მე-17-მე-18 საუკუნის მიჯნა დაახლოებით მისი ცხოვრების პერიოდი და ბევრგან წერს, რომ მისი ნატრა იყო, რომ ყველა ოჯახში ყოფილიყო თუნდაც რამე ნაწილი ბიბლიისა, წმინდა წერილისა. და რო ქართველები ყოფილიყვნენ განათლებულები, მწიგნობარნი, მკითხველნი, ეს იყო მისი ნატრა. იგი სუზნეობაზე საუბრობს, დიდი პოეტია, ძალიან დიდი პოეტია. სუზნეობაზე საუბრობს, განათლებაზე საუბრობს და იმაზე საუბრობს, რომ ყველა სოფელში, ყველა საზოგადოებაში, ყველა გვარში ნეტა იყვესო ბიბლიაო და წმინდა წერილიო და ის ისეთი საოცარი ეპოქა იყო, მე ძალიან მიყვარს ამაზე საუბარი, აი თქვი კიდევაც წინა გადაცემაში ჩემ სოფელში 61 ჩემი სოფელი ხეობაა და ჩემ სოფელში 61 ეკლესია დავითვალეთ. 5 ციხესიმაგრე და 61 ეკლესია და ეს ხო იმაზე მეტყველებს, რომ სოფელში იყო 61 მომქმედი ეკლესია იმ ეპოქაში, 50 მომქმედი ეკლესია და 50 მღვდელი, 50 განმანათლებელი. ჩემო ძვირფასო მეგობარო და ხალხმა წერა-კითხვა არ იცოდა, შუა საუკუნეებზია საუბარი, სიტყვაზე მე-12, მე-13, მე-14 და წმინდა წერილი იცოდნენ, გეგა ზეპირად, წარმოგიდგენია ყურით ნასწავლი, წირვაზე ნასწავლი, ლოცვაზე ნასწავლი, მოსმენილი, დამახსოვრებული და შემდეგ და დღეს ესეთი საოცარი ეპოქაა, ყველას ღვთისწყალობით გვაქვს სახში ბიბლია, წმინდა წერილი და ასე შემდეგ და აი მოდით ახლა უკვე კონკრეტულ რაღაცაზე გადავიდეთ.
დათარიღებაზე. ზოგს გონია, რომ ეს რაღაც უხსოვარი დროებია, ბიბლიური მოვლენები გამიგეთ, ესეც მოახერხა იმ ევოლუციის თეორიამ, რომ აი 2 მილიონზე რო ლაპარაკობენ ზეзвაზე, მე ეხლა გამოჩნდა ერთი ადამიანი, რომელიც მიმტკიცებს, რომ 300,000 400 გეოლოგი ვარო, ესეთი ვარო და 300,000 400,000 წლის წინ იყო წარღუნაო. ამ დროს შესაბამისად კიდე ერთხელ გეუბნებით, აი წარღუნაზე სხვათა შორის მე კი არ ვენდობი ბიბლიის გარდა სხვა ლეგენდებს, გადმოცემებს და ასე შემდეგ, მაგრამ 120 გადმოცემა არსებობს, მაგალითად აღმოსავლური, დასავლური, სხვა კონტინენტზე მცხოვრები ადამიანები ყვებიან, აი ყველა ერთნაირს და ყველა ყვება რომ ერთი ოჯახი, ერთი გვარი. კაცობრიობას ახლა გარკვეული ცოდნა აქვს. ბიბლია ეს არის მამა პაპური გადმოცემები. კი, ბიბლია ეს არის წმინდა წერილი, ბიბლია ეს არის უტყუარი ღვთივგაცხადებული ჭეშმარიტება, მაგრამ იმის იქით ცხადია კაცობრიობას ახლა უზარმაზარი ცოდნა და ისტორია აქვს. და აი მაგალითად არსებობს ესეთი მეცნიერი მირჩა ელიადე, აქვს წიგნი დაწერილი მითის ასპექტი, რომელიც შეიძლება ბოლომდე ჩვენ რა თქმა უნდა მას როგორც მართლმადიდებელი ქრისტიანები ცხადად ცალსაღად ვერ მივენდობით, მაგრამ აი საინტერესო მომენტი უწერია, რომ ადამიანთა ისტორიაში, მითოლოგიაში, ლეგენდებსა და გადმოცემებში არის დალექილი ის ქვეცნობიერი უძველესი არქეტიპები ადამიანისაც, იმ ადამიანის ცნობიერებაში დამარხული არქეტიპები და ის ძველი ცოდნები და გადმოცემები, რომელმაც შემდეგ განვითარება სხვა ასპექტებში ჰპოვა. და აქედან გამომდინარე, ესე იგი, აი მაგალითად მე ხშირად მახსენდება ხოლმე და მომყავს ეს მაგალითი წმინდა დიმიტრი როსტოველი არის ესეთი ავტორი, წმინდა რუსი მამა, წმინდა დიმიტრი როსტოველი, აქვს ესეთი წიგნი დაწერილი სენაკის მემატიანე. და ამ სენაკის მემატიანეში მაგალითად წერს ის, რომ აი როდესაც მითოლოგიებში არის მოცემული მითოლოგიური არსებები, ხო რა ჯუჯები არის, კენტავრები არის ესეთი. აი ამ არსებების შესახებ წმინდა დიმიტრი როსტოველი წერს ამ სენაკის მემატიანეში, ვისაც სურვილი აქვს შეუძლია წაიკითხოს და გაიცნოს უფრო სიღრმისეულად. ესე იგი ეს ადამიანები არიანო ბაბილონის გოდოლის დროსო, როდესაცო მშენებლები იყვდენო, ღმერთმა ისინი დასაჯაო და მათი სხეულები დაამახინჯაო. და სხვადასხვა ფორმები მიიღესო და გაიფანტნენ მე ეს ადამიანები დედამიწაზე ამ დამახინჯებული ფორმით. და შემდეგ როდესაც მითოლოგიებში ესენი აისახენო, უკვე ადამიანების თავიანთ წარმოდგენებში როდესაც ხედავდნენ ამ დამახინჯებულ არსებებს, ანუ ადამიანებს დამახინჯებული ფორმით უпроსწორად. შემდეგ მათზე თხზავდნენ მითებს და ლეგენდებსო და აქედან ჩვენს ფოლკლორსა და გადმოცემებში აი აქედან გამომდინარე და ესე იგი აღიბეჭდა და აქედან გამომდინარე გამრავლდა ესეთი თქმულებები, გადმოცემები, ლეგენდები, რომ აი ზოგი კენტავრებზე ყვებოდა, როგორც მოახსენეთ, ზოგი ჯუჯებზე, გნომებზე, პიქტები რაღაც ერქვა ესეთი. სხვა არსებები იყვნენ, მაგრამ შეიძლება. ხო, აი ესეთი რაღაც ადამიანი, ცირაინწკირველი, რომელმაც რაც მე წავიკითხე, რაც მე გავიგე, პირველად ახსენა, რომ ჩვენ ვართ ერი, რომელსაც გვირევია სამივე დიდი ეთნარქის, ანუ სემის, ქამის და იაფეტის სისხლი იმთავითვე, ანუ ფუძე ერი ცხადია ამ სამმა ადამიანმა შეადგინა, შეაკოწიცა. ცირაინწკირველის შესახებ გავიგე ესეთი ძალიან უსაყვარლესი პიროვნებისგან, მამამ მაქსიმე ქავთარაძისგან, რომელიც ცხოვრობს კაცხისვეტზე, არის დიდი ადამიანი, პოეტიც. კი, საოცარი პიროვნება. ანუ ეს ცირაინწკირველი, ანუ ამას ხა იბიტოვა კონკრეტულად, რომ არ იფიქროთ, რომ ვიღაც შარლატანი და ისეთი ადამიანი იყო, რომელსაც რაღაცა მეცნიერი პროცენტი ადამიანი. მე პირადად მამა მაქსიმესგან არ ვიცოდი მე ამ ქალის შესახებ, აი მამა მაქსიმესგან, კაცხის მსვეთზე ცხოვრები მამა მაქსიმე. აუცილებლად იხილეთ ცირაინწკირველის ცირაინწკირველის შესახებ რა. ხო და ისევ იმ თემას რომ დაუბრუნდეთ, ეხლა აი პრეამბულა ჩამოვა, თუ რამე გამომრჩება, აუცილებლად შეავსეთ, ჩემო გეგა. საქმე იმაში მდგომარეობს, რომ არსებობს, კიდევ ერთხელ რო გავაკეთოთ ეს ისა, არსებობს ფუძე ერი წარღუნიდან ბაბილონამდე და ამ ფუძე ერში ცხადია ცხოვრობს ერთენაზე მოსაუბრე ადამიანები და მერე მიდის შესაბამისად რაღაცა ნაწილი, მაინც ესენი შესაბამისად კი არის ერთი ერი, ერთი ხალხი, ერთი ენა, ერთ ადგილზე მცხოვრები ადამიანი, მოდით ასე ვთქვათ, აი ამ ზღვების, კასპიის ზღვისა და შავი ზღვის სამხრეთით და ორეთის ზღვა ერქვა მაშინ
დასაწყისისთვის ამ ხმელთაშუა ზღვის ჩრდილოეთით და სადაც დღეს ელამიტების სამყაროა და სუსაა, იმის ჩრდილოეთით. აი აქ ცხოვრობს რაღაცა ერი, ფუძე ერი, ერთი ერი და მათი გადაწყვეტილებაა, რომ დაიწყოს ბაბილონის გოდოლის მშენებლობა და რამდენიმე ეთნარქი, რამდენიმე დიდი ადამიანი არ მიდის მშენებლობაზე. ჩვენ უკვე ვთქვით, რომ ეს თვითონ ბიბლიაშია აღწერილი, რომ იქ ინიციატორები არიან კაცთაშვილები, ბირთვი ასე ვთქვათ არიან ქამიტები, თუმცა არც ყველა ქამიტი წასულა მშენებლობაზე. ერთი ხაზი, ერთი ოჯახი, ერთი გვარი, ერთი ასე ვთქვათ სახელიც ვთქვათ, მოდი ასე ვთქვათ. მოდით აი თორღამეს, ანუ თარგამოსის ოჯახი არ წასულა მშენებლობაზე. ეს არის იაფეტიდებიდან ერთადერთი ოჯახი, რომელიც არ წასულა მშენებლობაზე და დარჩა თავის ადგილას. მოდით ასე ვთქვათ, რომ მცხეთელები დავრჩით, მცხეთელები ასე ვთქვათ, ეგრისელები, კახელები, უფლისციხელები დავრჩით და არ მივიღეთ მონაწილეობა. მეორე, რომელსაც აშკარად არ მიუღია და ვერც მიიღებდა და არც მიიღებდა და მასზე სულ სხვა გათვლა იყო დამბადებელი ღმერთისაგან, არ მიიღო გოდოლის მშენებლობაში მონაწილეობა არფაქსადის, მერი არის კაინანი, მერი არის სალა მოგეხსენებათ, მერი არის მოგეხსენებათ რაგავი, ფალეკი და ამ ხაზში იბადება თარა, აბრაამი, ისააკი და ამ ხაზში ჩნდება მაცხოვარი. ცხადია, არც ეს ხაზი არ მიიღებდა და წყაროშიც არის ნახსენები, რომ მათ არ მიუღიათ. ისტორიულ გადმოცემაშიც არის ნახსენები, რომ მათ არ მიუღიათ. ანუ არც აბრაამის შთამომავლობა მაცხოვრამდე და მისი წინაპრები არ მონაწილეობდნენ ბაბილონის მშენებლობაში. და ხო ის საყვირველებავ არ იღებს მონაწილეობას, არის ესეთი დიდი ისტორიკოსი, დიდი მწერალი, მეორე-მესამე საუკუნის მიჯნაზე მცხოვრები და საეკლესიო ავტორიტეტი. კლიმენტი ალექსანდრიელი, საეკლესიო ავტორი, ასევე იპოლიტე რომაელი, ასევე იულიუს აფრიკანუსი, აი ესეთი მწერლები არსებობენ. მაგალითისათვის კლიმენტი ალექსანდრიელს პირდაპირ უწერია, რომ აი ამ დროს ნებროთი ნადირობდა. როდესაც დაიწყო ბაბილონის მშენებლობა, ნებროთი მონადირე კაცი იყო და იგი ნადირობდა და ასე მოიპოვებდა საჭმელს და ეს რაღაც დონეზე იმისი მიმანიშნებელია, რომ მას არ ჭირდებოდა ამ საზოგადოებასთან ურთიერთობა, რაღაც აღებმიცემობა, გამორჩენა, თავის თავს ხედავდა, თავის თავს უვლიდა და გამოიკვეთა სამი ადამიანი, წარმოგიდგენიათ, სამი ადამიანი, მოდით სახელები დავარქვათ ამას, ეს არის რაგავი, ფალეკი, სემის ხაზიდან, ეს არის ქართლოსი, ეგროსი, მცხეთოსი, უფლოსი, თორღამესა და ღამერის ხაზიდან და ქუშის ანუ ქამიტი, ქუშის შთამომავალი, ნებროთი, პირველი მეფე, გმირი, გოლიათი, ადამიანი, რომელიც ასევე არ მონაწილეობდა და მე და გეგა ბედნიერები ვართ და მოხარულები ვართ, რომ გითხრათ თქვენ საოცარი ფრაზა, რომ ჩვენ სამივე დინასტიაში, ქართულ დინასტიაში, სამივე ქართულ დინასტიაში, სამივე ძვირფას დინასტიაში ყავს ფარნავაზიანები, რომელიც იაფეტიდების შთამომავლები არიან, რომელიც არ მონაწილეობდა, ანუ თარგამოსიანები არიან და ქართლოსიანები არიან და არ მონაწილეობდნენ ბაბილონის მშენებლობაში, ასევე ნებროთიანი მეფეები ყვანან,
ეს არის ვახტანგ გორგასალი, ეს არის მირიანი მეფე, არჩილ მეფე, მիր მეფე, დიდებული წმინდა მეფეები ძალიან ბევრი არ მონაწილეობდნენ მათი წინაპრები და ამითი ამაყები ვართ ბაბილონის მშენებლობაში და არც არ წავსულ ვართ, არ გვიძებნია სხვა მიწა და სხვა ქვეყანა და ასევე დიდი ქალდეველები, ლამაზი ქალდეველები, საამაყო ქალდეველები, აბრაამის აღმაშტო სემის შვილები, მათგან არიან მოგეხსენებათ ბაგრატიონები. საოცარი წყალობაა ჩვენ ერზე და ეს მოკლედ ვახსენოთ რომ აბრაამი არ იფიქროს ვიღაცამ რომ არის ერაყელი და აბრაამის სახლი დასტურდება და ჩვენ ამაზე ცალკე კვლევა გვაქვს და არაერთი დაგვიწერია და გვისაუბრია რომ მის სახლი იყო შანლიურფაში არა ეს სადაც ედესაა სადაც ზემო შუა მდინარეთია და სადაც ვახტანგ გორგასალი ჩემო ძვირფასო მეგობარო 8 წლის განმავლობაში დედას და დას ამ ორ უძვირფასეს ქალბატონს ტოვებს წლები ეს არის ქართული გარემო ვახტანგ გორგასლის ეპოქაში და ქართლის ცხოვრებაში რომელსაც ძალიან ბევრი ადამიანი ემდურება და ემტერება და ვხვდებით რატომაც ემტერება ძალიან ბევრი ადამიანი არა ქართველი თუ სულ გაყიდული ქართველი იქ წერია რომ სპარსეთის მეფე ვახტანგ გორგასალს ეუბნება რომ ეს შენი მიწაო შენ გეკუთვნისო მეო ქვემო შუა მდინარეთი მეკუთვნისო თორე ზედა შუა მდინარეთიო შენი მიწაო და შენახარო მასზეო პასუხისგებელიო და ბატონ პატრონიო სწორედ ქართულ მიწაზე ქართულ კერაზე ძირძველ ქართულ კერაზე აი სადაც მთავრდებოდა თარგამოსის სამყარო და იწყებოდა ასე ვთქვათ ქალდეველთა სამყარო იმ ადგილას სადაც სულ ყოველთვის იყო ძალიან ბევრი ქართული კვალი დაიბადა მამა აბრაამი და იქაურები არიან ქალდეველები ანუ კარდუელები ანუ გორდიენელები ანუ ხურელები არიან მამა აბრაამიც მისი ცოლი სარა მათი შვილი ისააკი მათი რძალი რებეკა და მთელი ეს ოჯახობა წარმოიდგინეთ არ ხდება აღრევა და რჩევიან აი ამ ფუძეზე. აი მოდი ახლა რეზიუმესავით და დასასრულივით გააკეთე ჩემო მეგობარო და მე და გეგა კიდე ერთხელ ვიმეორებთ შემდეგ გადაცემაზე უკვე კონკრეტულ მასალებს მოგიტანთ კონკრეტული მწერლებისა, კონკრეტული რომელიც ან შენიღბულია, ან დამალულია, ან არ აწყობთ ამ თემაზე საუბარი და წარმოვწიოთ წინ საუბარი ფუძე ერზე. მოკლედ კლიმენტი ალექსანდრიელი ჩამოთვლის შემდგომ, როდესაც ხდება უკვე აღრევა და წეღანაც ვთქვი რომ აღრევა არ მომხდარა ბაბილონამდე, ანუ პირდაპირ წერია წმინდა წერილში და ვისაც ბიბლია ავტორიტეტია მანიცის, რომ წერია ერთ პირი იყო ქვეყანა და ერთ ენაზე მეტყველი, ანუ დედამიწაზე მცხოვრები ხალხი იყო ერთგვაროვანი, ერთი ხალხი, ერთი ენით, სანამ მოხდებოდა ბაბილონის გოდოლის შერევლობა. ეს მეტნაკლებად ყველამ კარგად ვიცით. აქედან გამომდინარე, ხალხი, რომელიც არ იღებს მონაწილეობას ბაბილონის გოდოლის მშენებლობაში, ის არის ფუძის ზუსტად ნარჩენი და არა აღრევის შედეგად მიღებული სხვადასხვა ჯგუფები და ენები და ერები, რომლებიც დაიყო. აქედან ეს არის ლოგიკა, ეს არის მეცნიერების ის უმთავრესი საფუძველი, ლოგიკას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა მეცნიერებაში და ჩვენ ვცდილობთ რომ ყველაფერი მიუსადაგო და ლოგიკურად ვიმსჯელო და ვიაზროვნოთ. ანუ ის ადამიანები, რომლებიც ამას უპირისპირდებიან, ერთის მხრივ შეიძლება ამას აკეთებენ რწმენის არქონის გამო და ჩვენი მათთვის რომ მათთვის ჩვენ არ ვსაუბრობთ, ანუ როდესაც ადამიანისთვის ეს ყოველივე როგორც ბიბლიური ისტორია და როგორც ბიბლიურ წყაროებზე დაყრდნობილი ცოდნა არ არის ავტორიტეტული. აქედან გამომდინარე, მათთვის ჩვენ არ ვსაუბრობთ. აქ შეგვიძლია ხო და მეორეს მხრივ იმ ადამიანებს, ვისთვისაც ბიბლია მნიშვნელოვანია, ვინც მართლმადიდებელ ქრისტიანად თავს განსაზღვრავს და მიიჩნევს, აი სწორედ ამაზე გვინდა რომ ჩვენ დაგაფიქროთ, რომ ერი, რომელიც ცხოვრობდა წარღვნის შემდგომ დედამიწაზე, ამ არეალში, ბაბილონის გოდოლის მშენებლობაზე, ერთ პირი და ერთ ენაზე მეტყველი კაცობრიობა, იმჟამინდელი, აი ამ სწორედ ფუძეზე შემდგომ იყოფა გოდოლის მშენებლობიდან
გარკვეულ როგორც მახსოვს 75 ტომს ჩამოთვლის 72 ტომს ჩამოთვლის კლიმენტი ალექსანდრიელი არ მოიხსენიებ ჩვენ არ მოიხსენიებთ ამას შემდგომ გადაცემებში მოგახსენებთ ამ ყველაფერს ვის ჩამოთვლის და ვის არ ჩამოთვლის მაგრამ თავარი რაც უნდა გავიაზროთ არის ის რომ ის ხალხი რომელიც არ იღებს მონაწილეობას და რომელიც არ ერთვება აი ამ ღვთის წინააღმდეგ აჯანყებულ პროექტში, იმჟამინდელ პროექტში, აი დღესაც ესეთი პროექტი დედამიწაზე მეტნაკლებად უკვე ბოლო ფაზაში შედის და იწყება განხორციელება ეს ანტიქრისტეს სამეფოსი, რომელიც არის ახალი ბაბილონი, ეს სხვა საკითხია, მაგრამ იგივე არის არსობრივი მნიშვნელობით, მერთან ბრძოლის იარაღია, ეს გლობალიზაცია და შემდეგ. აი რაც მაშინდელმა კაცობრიობამ განახორციელა და რაშიც ჩვენმა წინაპრებმა, ქართველი ერის წინაპრებმა არ მიიღეს მონაწილეობა, ლოგიკურია რომ ჩვენ ვართ ის ერი, რომელიც დარჩა ფუძეზე. ანუ ჩვენში დაიმარხა აი როგორც იოანე ზოსიმე წერს რა, დამარხულა არსენაი ქართული. აი ეს დამარხვა, შენახვა, ანუ ძველ ქართულად დამარხვა და შენახვა ერთი და იგივეა. დამარხვა ნიშნავს შენახვას, ანუ შენახვა მოხდა, დამარხვა მოხდა ცივილიზაციის, აი აქ ქართულ ფუძეზე დაფუძნდება მოხდა და შენახვა მოხდა და ჩვენ ვართ მემკვიდრენი, ქართველი ერი ვართ, პირდაპირ მემკვიდრენი და პირდაპირ დამარხავები, ანუ შემნახველები იმ ფუძე ერის ცივილიზაციისა, იმ ფუძე ენისა და იმ კულტურისა და ცნობიერებისა, რომლიდანაც დაიწყო კაცობრიობა. აი აქედან გამომდინარე, ფუძის მემკვიდრე, აი ეს უნდა გავიაზროთ კარგად ამას შემდგომ განვავრცელოთ, რომ ფუძე ერის მემკვიდრე ერი დღეს არის ქართველი ერი დედამიწაზე. აი ერთი წუთი გაგვრჩება და აი რეზიუმესავით იმას დავამატებდი, მომიტევე, შემოგევლოთ, ჩემი თავი მეორე და მესამე გადაცემა გვექნება. სასაუბროთ, რომ რადგან ახსენე დიდი იოანე ზოსიმე, აქვე ვახსენებ მე თეიმურაზ ბატონიშვილს, რომელიც ამბობს, რომ თარგამოსი ქართლოსი ეგროსი დამბადებელი ღმერთის მორწმუნენი. აი დამბადებელი ღმერთის მორწმუნენი წერია ქართლის ცხოვრებაში და ქართულ ენაზე მოუბარნი უწერია თეიმურაზ ბატონიშვილის ისტორიაში და შესაბამისად რადგან მაშინ იმ ერს ფუძე ერს ვგავართ ჩვენ ენით ასევე დღეს შეიძლება ითქვას დღეს ვგავართ მათ ენით ასევე ვგავართ ერთი საოცარი რამით ძალიან მარტივი პარალელია რა რომ იგივე ენა გვაქვს დღეს და იგივე ენაზე ვსაუბრობთ რა ენაზეც საუბრობდა ქართლოსი და თარგამოსი მაგალითად 50 საუკუნის წინ კაცობრიობა და როგორც მაშინ მოხდა ამ სამ შტოს შორის შეკავშირება დანათესავება ქამიტებსა იაფეტიდებსა და სემიტებს შორის ზუსტად ესე საქართველოში დღემდე იმის და მიუხედავად რომ მაღალი პროცენტი ძალიან მაღალი პროცენტია მოდი ვთქვათ დაახლოებით 80% ვართ იაფეტიდები აი ესეთი სახის მქონე ადამიანები ჩვენ ძალიან ბევრი საუკუნეების განმავლობაში აი ბაგრატიონების ხაზიდან მაგას წმინდა 6 მთაწმინდელის წერს რომ ქართულ ტომთა გარკვეული ნაწილი სემის ჩამომავლიო ძალიან დიდი და სახელოვანი გვარისგან უამრავი სემიტი და აბრამიკული წარმომავლობის ხალხი მაგას წერს 6 ათონელი ხო გვირევია ხილულად ნებროთიანები ეს უდიდესი ოჯახები იყვნენ ეს არ იყო კანტიკუნტა ოჯახები ეს იყო იგივე ვახტანგ გორგასლი ვახსენე წეღან და რევი ვახსენე და მირიანი ვახსენე და მირმეფე უпростоრად რევი. ანუ ეს არის ის ხაზი, ის შტო, ის ერი, რომელიც დარჩა ფუძეზე, რომელმაც გააგრძელა ფუძის მემკვიდრეობა. წარღვნის შემდგომაც შეიძლება ითქვას, რომ აი ეს სამი ერი, სამი ხალხი იყო ერთმანეთთან შერეული და დღესაც აი 21 საუკუნეშიც და ჩვენს ისტორიაშიც ეს სამივე შტო ერთმანეთთან დაკავშირებულია და ვცხოვრობთ იგივე ადგილას. იგივე ხალხი, იგივე მოდგმა, იგივე ენა, გამოოგნებელი რამეა. დიდება უფასო ესეთი ღვთისწყალობა გვაქვს. ძალიან დიდი მადლობა, ჩემო მეგობარო, ჩემო ნათესავო, ჩემო მოყვასო, ჩემო თანამებრძოლო. აი თანამებრძოლობისთვის და მეგობრობისთვის დიდი მადლობა და მე დანარჩენი ყველაფრისთვის. ყველაფერი იქნება კარგად. მშვიდობა გქონდეთ, შემოგვეხმიანეთ. დაგვიმეგობრდით, ჩვენ დაგვიმეგობრდებით. გაგახაროთ ღმერთმა. ღმერთმა მოგვანიჭოს მადლი, მშვიდობა და წყალობა სრულიად საქართველოს. ამინ.